ქრისტე აღსდგა გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს თითოეულ ჩვენს მაყურებელს და რადიო მსმენელს ეს ინტერაქტივია ტელერადიო კომპანია ობიექტივის ეთერში მე კი ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია ვარ და დღეს გავუძღვები ამ გადაცემას უპირველეს ყოვლისა ობიექტივის ეთერში ჩვენი გუნდის სახელით მინდა სამძიმარი გამოვაცხადო 91 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული მოქანდაკე მხატვარი და არქიტექტორი ზურაბ წერეთელი რომელიც გახლდათ გამორჩეული საამაყო ქართველი ნამდვილად რომელსაც უზომოდ უყვარდა თავისი სამშობლო თავისი ქვეყანა ის იყო უანგარო კეთილი ადამიანი ძალიან ბევრი დამსახურებით ასე რომ ვუსამძიმრებთ ბატონი ზურაბის ოჯახს ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს შეგახსენებთ რომ ზურაბ წერეთელს 26 აპრილს დიდუბის პანთეონში მეუღლის გვერდით დაკრძალავენ ვინაიდან აღდგომის შემდგომი კვირაა, რომელსაც ბრწყინვალე შვიდეულის კვირადაც მოიხსენიებენ, მე მოვერიდე, ასე ვთქვათ, ინტერაქტივში დამესვა ასე ღიად პოლიტიკური თემა. და გთავაზობთ ასეთ შეკითხვას: რას უსურვებდით საქართველოს, როგორ ქვეყანაში გსურთ ცხოვრება? როგორი უნდა გახდეს საქართველო რომ ყველა ბედნიერი იყოს აქ და ყველა თავს კომფორტულად გრძნობდეს აი ასეთი იქნება ჩვენი შეკითხვა და ბუნებრივია აგრეთვე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მილოცვისთვისაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ეთერი და ვისაუბროთ ჩვენ სურვილებზე საქართველოს მიმართ ქართველი ხალხის მიმართ ბევრი დადებითი პოზიტიური ემოცია გავუცვალოთ ერთმანეთს იმისთვის რომ რაღაც ხანდახან მაინც არ გვიწევდეს ძალიან ბევრი საუბარი პოლიტიკაზე თუმცა მაინც ყველაფერი საერთო ჯამში მიდის პოლიტიკასთან მიუხედავად ამისა ჩვენ ინტერაქტივში დღეს ვსვამთ ასეთ შეკითხვას რას უსურვებთ საქართველოს როგორ ქვეყანაში გსურთ ცხოვრება აქვე უნდა ვთქვა ძალიან კარგი სასიხარულო ინფორმაცია გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა ეს გახლავთ გამორჩეული და ძალიან ნიჭიერი სპორტსმენი ძიუდოში რომელმაც მიაღწია ამ დიდ წარმატებას და ის ევროპის ჩემპიონი გახდა სხვათა შორის ჩვენ გულს გვითბობს ხოლმე სპორტული წარმატებები ჩვენი სპორტსმენებისა ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული რამ არის დამეთანხმებით ალბათ ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენს ყოველდღიურობაში როდესაც ვთქვათ ძალიან გვაკლია ხოლმე სიხარული ამის დეფიციტია ჩვენ საზოგადოებაში იმიტომ რომ ბევრი პრობლემის წინაშე ვართ ხშირად აქედან გამომდინარე სპორტული წარმატებები ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი საზოგადოებისთვის. მას ასე ეთერშია ინტერაქტივი, შეგახსენებთ სტუდიის ტელეფონის ნომერს 557 88 55 88. დაგვიკავშირდით, რას უსურვებდით საქართველოს, როგორ მიულოცავდით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ჩვენს ქვეყანას და ჩვენ საზოგადოებას, ასეთია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ჩვენი თემა, ჩვენი შეკითხვაც ასე ჟღერს, რას უსურვებდით საქართველოს ამიტომ მოდით დღეს შევეცადოთ თუ კი გამოვა მაქსიმალურად პოზიტიურ ნოტაზე წავიყვანოთ დღევანდელი გადაცემა და დღევანდელი ზარებიც დიდი იმედი მაქვს რომ ასეთი იქნება და ეს პოზიტივი გვაკლია ხოლმე ჩვენ ვიმეორებ ჩვენ საზოგადოებას ხშირად ბევრი პრობლემა ქვეყანაში ამ პრობლემებსაც უნდა ვისაუბროთ რა თქმა უნდა რომლის მოგვარებაც უნდა დაისახოს მიზნად სახელმწიფომაც მთლიანად პოლიტიკურმა სპექტრმა, ხომ, რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ ხელისუფლების მიმართ ვერ გავიშვერთ ისარს, აქ დიდია როლი ოპოზიციისა, ოპოზიციური პარტიებისა, ჯანსაღი ოპოზიციური პარტიებისა, რომლებმაც აუცილებლად ოპონირება უნდა გაუწიონ. სადაც ცდება ხელისუფლება, სადაც შეცდომას უშვებს, იქ უნდა მიუთითონ და აქეთკენ გადართონ ხელისუფლების ყურადღება თუ შეიძლება ითქვას. მაგალითად, დემოგრაფიული პრობლემები, ხომ, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში ძალიან მწვავედ დგას და 2050 წლისთვის შეიძლება საკუთარი მთავრობა ვეღარ ავირჩიოთ ჩვენ ქართველებმა, იმიტომ რომ უმცირესობაში ვიქნებით და ეს დემოგრაფიული პოლიტიკა სამწუხაროდ არადა არ შეიმუშავა არც წინა ხელისუფლებამ, არც იმის წინამ და ამ მოქმედმაც ხომ შესაბამისად ასე გააგრძელა. ჩვენ მძიმე მდგომარეობა გვაქვს მიგრაციის კუთხით და აი როდესაც ვსვამთ დღევანდელ გადაცემაში შეკითხვას რას უსურვებდით საქართველოსო, მე ვისურვებდი რომ ჩვენი ემიგრანტები დაბრუნდნენ სამშობლოში, დაბრუნდნენ
და მეტიც, ვინც ფიქრობს საქართველოს დატოვებაზე, მას ისეთი პირობები ჰქონდეს შექმნილი, ისეთი პირობები შეუქმნა სახელმწიფომ, რომ არ წავიდეს ქვეყნიდან და აქ დარჩეს. და განსაკუთრებით ეს თვალშისაცემია დამეთანხმებით ალბათ ახალგაზრდობის თვალსაზრისით, ხომ? ახალგაზრდები უფრო ხშირად და აქტიურად მიემგზავრებიან ქვეყნის საზღვრებს გარეთ, იმისთვის რომ დასაქმდნენ და საკუთარი ოჯახის წევრები არჩინონ საქართველოში და ვიცით რომ ამ გზავნილებზე, საერთაშორისო გზავნილებზე დგას დიდწილად ჩვენი ქვეყანა დღეისთვის. გვაქვს მწვავე პრობლემები სიღარიბის კუთხით და მე ვისურვებდი ამასაც რომ მალე დასრულებული იყოს ეს სიღარიბე და ეს სოციალური პრობლემები რაც ქვეყანაში არსებობს პენსიონერს მაგალითად თვიდან თვემდე თავის გატანის შიში არ ჰქონდეს, იმიტომ რომ წამალს ვერ ყიდულობს უმეტესობა. წინა გადაცემა, რომელიც მე მოვამზადე და სწორედ პენსიონერთა თემას დავუთმე, განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა იმით, რომ თქვათ ინტერნეტში კომენტარების ველში მოქალაქეები, ჩვენი პენსიონერები წერდნენ, რომ ჩვენ წამლის შეძენა არ შეგვიძლია, ან თუ წამალს შევიძენ, შემდეგ ვშიმშილობთ და ეს ზარები ამ ეთერშიც ისმოდა და შემდეგ ეს გაგრძელება მოყვა რა თქმა უნდა სოციალურ ქსელში ვიდეო ჩანაწერს ჩვენი გადაცემისა. შეგახსენებთ რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ ახლა, ვსაუბრობთ ქვეყნის პრობლემებზე და ვსაუბრობთ ჩვენ სურვილებზე. ბრწყინვალე შვიდეულის კვირა, პირდაპირ ღიად ასე პოლიტიკას არ ვეხებით დღევანდელ გადაცემაში, ვსაუბრობთ ძალიან მარტივ თემაზე. ძალიან მარტივზე და მნიშვნელოვანზე ამავდროულად. რას უსურვებდით საქართველოს? როგორ მიულოცავდით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ჩვენს საზოგადოებას? ასეთ თემას გთავაზობთ დღეს ობიექტივის ინტერაქტივი. 5-5-7 88-55-88 მე მანიშნებენ რომ ხაზი თავისუფალია ამ დროისთვის, შესაბამისად შეგიძლიათ შემოგვეხმიანოთ თუ კი ამის სურვილი გაქვთ, ძალიან გვიხარია ხოლმე თქვენი სატელეფონო ზარების მიღება პირდაპირ ეთერში და აი უკვე ზარია. დღემშვიდობისა, გისმენთ? გამარჯობა, შეგიძლიათ ისაუბროთ, ოღონდ ტელევიზორს გამოურთეთ ხმა, ძალიან გთხოვთ. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად. ტელევიზორს გამოურთეთ ხმა. ხო, ეს მარადიული პრობლემაა. ჩვენ ახალი და ახალი მაყურებლები მუდმივად გვემატებიან და მათ უნდა შევახსენოთ ხოლმე ხშირად, რომ ტელევიზორს ხმა ბოლომდე ჩაუწიოთ, ხოლო ერთგულმა და ძველმა მაყურებლებმა ყველამ კარგად იცის, რომ ეთერში შემოსვლის წინ ტელევიზორის ხმა უნდა გამოვთოთ. აუცილებლად. აუცილებლად უნდა გამოვთოთ ხმა. სხვა შემთხვევაში ერთმანეთისას ვერ გავიგებთ. ამ ბოლო ზარის ავტორს უნდა ვთხოვო, რომ ხელახლა დარეკოს. ზარია გადაცემაში. გისმენთ? გამარჯობა, ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტია, ახლა. დიახ. რაც ეხება ქართველების გამრავლებას, ეს ძალიან ძველი არის. პაკისტანელები, არაბები, ირანელები, ინდოელები და რა ვიცი, ვინ არ წამოდი. ის ასენებენ, ესენი ყიდულობენ, აბდებიან. ქართველები მიდიან საბოლოოდ, არაფერი არ შეიძლება ამ ქვეყანას. თუ თქვენ არ გამოდით ახლა და თუ ქართველები აღარ იქნა, ხო? პაკისტანელები არ გამოდიან. თავობაში რა პაკისტანელები და ქართველები აღარ იქნებიან, აღარ საგადები აღარ იარსებენ. ეს არის გამორიცხული. აი, მინდა ასეთი შეკითხვა დაგისვათ, რაც არის დღეს ჩვენი თემა, რას უსურვებდით თქვენ საქართველოს და როგორი ქვეყანა გნებავთ რომ გახდეს საქართველო? საქართველო ვინა გახდეს ქართველების ქვეყანა და მომრავლდეს ერი. რაც თუ მე ვიდა ეროვნული ხელისუფლება გაგებია, თორემ ვიდა არაფერი არ გაგებია. დიახ. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. 5-5-7-88-55-88 ბრწყინვალე შვიდეულის კვირა, შესაბამისად ჩვენ საკმაოდ ნეიტრალური შეკითხვა დავსვით დღევანდელ ინტერაქტივში, რას უსურვებთ საქართველოს? რა იქნება თქვენი რჩევები პოლიტიკოსების მიმართ გნებავთ, რა ღირებულებებზე და რა პრინციპებზე დაფუძნებული საქმიანობა განახორციელონ,
საქართველოს ეროვნული ინტერესების სასიკეთო და ჩვენ ბევრს საუბრობთ ხოლმე რომ ვართ თუ არა ნამდვილად დამოუკიდებელი ქვეყანა მაგალითად 36 წლის შემდეგ, თქვათ, ამ თავისუფლების მოპოვების შემდეგ. ვართ თუ არა ნამდვილად კონსერვატიულ ღირებულებებზე მდგარი ქვეყანა, რაზეც თქვათ ხელისუფლება გვესაუბრება ახლა. შევიცვალეო, სხვანაირი გავხდიო. ჩვენს ყოველდღიურობაში თუ შეიცვალა ამ ფონზე რამე. ზარია ეთერში გისმენთ? ალო, გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. მრავალ აღდგომას ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად, მრავლას დაესწარით. ახლა მოკლედ მინდა ჩემი სიტყვები ჩამოვაყალიბო. დიახ. თითქმის ახლა თქვენ მე უკვე 73 წლის მისკაცად ყველაფერი ვნახე და ძალიან მოკლედ მინდა რომ აი პირველი კითხვა რა ეხება საქართველოს. ბატონებია თქვენ ახლა კარგად მოგეხსენებათ. მთელი საქართველო არის წამლებში გაყვეული, ეს ერთია. დიახ. კორპუსი დაწყებული არ არის, ან არის აფთიაკი, ან არის ბანკი. ვისწრება კი ახლა წამალი კიდევ ამათ ვინ მოხალაკეს, მაგრამ ასეთი ენდრავოდენობის წამალი კაცო. თუ გვინდა ჩვენ ქართველი გამრავლდეს განათლების სისტემაში რეფორმები მოსწავლეს სკოლის ფორმა უნდა ჩაისვას აუცილებლად ერთ-ერთი ძალიან ლამაზი ტრადიციაა ეს სხვათა შორის. აი თქვენ ტელევიზიას იპატივებთ ერთადერთი ტელევიზია სადაც შეიძლება დარეკო და ილაპარაკო. არც ერთი ოპოზიცია არჩევნებიდან არ გამოდის. ნარკოტიკების ბოლშია გახოვული. არც ერთი პარტია არ გამოსულა. აი ახლა ხوارი მიტინგები ხოცვა ძლიერ ქვევისროლა მოლები. ერთი მიტინგი მაინც რო ჩატარდეს მთელი საქართველო გამოვა ამ ნარკოტიკების წინააღმდეგ. არ იყოს ნარკოტიკები და ბოლოს კიდე რა თავარია. მოვრავდა კაზინოები. ფული საიდან იწყება ლარიდან აფილერიდან ხოლმე უნდა გავიქცეს როდნა ვისაც აქ პოლიტიკა ბატონო 2040 დაუჭი შევიდეს კაზინოში. ამ ორიდა ლარიდები გაკოთა ოჯახები ინგრევა. დიახ. გეთანხმებით რომ ასეა ნამდვილად ქვეყნებში სადაც აზარტული კი აუცილებლად ერთს კი ბატონო გისმენთ დიახ გისმენთ არ არის კავშირი როგორც ჩანს ძალიან მწუხვარ აზარტული ბიზნესი ეს დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის ყველა იმ ქვეყანაში სადაც ასეთი ბიზნესი ლეგალურია თვითმკვლელობათა რიცხვი არის ძალიან მაღალი 20%-ით მეტია ჩვეულებრივ ვიდრე ისეთ ქვეყნებში სადაც აზარტული თამაშები აკრძალულია და ასეთი ბიზნესი ეს ერის ტრაგედია მე პირადად ამაზე უამრავი გადაცემა მოვამზადე მაგრამ რა გაეწყობა ერთი ადამიანი ვერ მოვერიე ამ აზარტულ ბიზნესთან როგორ შევძლებდი მე მასთან გამკლავებას და სხვათა შორის საზოგადოებაც საკმაოდ პასიურია ამ საკითხის მიმართ, რაც მე გულს მწყვეტს, ასე ვთქვათ, ვერ ავიყოლიე ხალხი, რომ ერთად გვებრძოლა ამ აზარტული ბიზნესის წინააღმდეგ და მისი აკრძალვა, ან მნიშვნელოვანი შეზღუდვა მოგვეთხოვა. მაგალითად, როგორც არსებობს პრაქტიკა, რომ ადგილობრივებს არ უშვებენ და ტურისტებს შეუძლიათ მარტო შევიდნენ, ეს რომ ყოფილიყო. ზარია ეთერში გისმენთ ყურადღებით? ისმის ჩემი ხმა? დიახ, კარგად ისმის. მადლობთ. ბატონო ილია საქართველოს პირველ რიგში უსურვებდი მშვიდობას რა თქმა უნდა ხალხის სიმრავლეს ათველების სიმრავლეს სიკეთეს ამ ბოღმის გულიდან ამოგდებათ ხალხი რომ არის დაყოფილი ეს საქართველოს არ ისახურებს ნამდვილად საქართველოს მე ვისურვებდი ისეთ შეკრულ ხალხს როგორიც იყო 9 აპრილს 9 აპრილს ხალხი იყო ისე შეკრული რომ გაოგნებული იყო ხალხი რა დაგვაწია რუსეთმა ერთი დანაშაული არ მომხდარა იმ დღეებში ერთი დანაშაული არ მომხდარა ხალის პატივისცემა დაიკარგა ბატონო ილია ხალის ხურს აღარავინ უხსენდება მე ვისურვებდი ვილობას ამ ხალხის ვილობას ნამდვილად საქართველოს იმსახურებს კარგი ქვეყანა ვიყოთ ვილობიანი ხალხი ვიყოთ და ერთმანეთის პატივისცემა შეგვეძლოს ერთმანეთის პატივისცემა წერან ევროპამ დარეკა და თქვა მე ნამდვილად არ მომწონს სკოლაში ბავშვები ჩაგრებიან ერთ საცვია 1000 ლარიანი ჭარვალ კოსტუმი მეორეს არაცია ფორმა როცა იყო ყველა თანაბრად დიახ ყველა თანაბარი არის ჩაგრებოდა გეთანხმებით ერთი შენიშვნა მინდა ადრე კორკოტაშვილთან დავრეკე და გაეცინა და სიმართლეო მითხრა ძალიან წვალობთ თქვენ ამ დაკავშირებასთან დაკავშირებით რომ
ტელევიზორს ჩაუწევდეთ ხელ 6-ჯერ გამოცეთ პირდაპირ ეთერს და სწორედ გააკეთეთ. აგერ გამოტანილი გაქვს დაგვიკავშირდით ეს ნომერი, ხო? მაგრამ შეიძლება პატარა სტარტერა გაკეთდეს დალაპარაკების თანავე გამოცეთ ტელევიზორს. დიახ. ეს სტარტერა რო იყოს. საიდითხავს იმათგან. კი ბატონო. მაინც ვერ გაიგო. და გამოწოს და ის სახელმწიფო საქმეს გადაგიწევს. დიახ. გავითვალისწინებთ აუცილებლად ამ თხოვნას, თუმცა ისიც უნდა გითხრათ, რომ ჩვენ როდესაც გვქონდა ნომერი 2388-105, როდესაც ადამიანი რეკავდა ამ ნომერზე, მაშინვე ავტომობილსახე ეუბნებოდა, რომ გთხოვთ ჩაუწიეთ ტელევიზორს, მაგრამ იმ ახალ მაყურებლებს, რომლებიც გვიერთდებიან, სამწუხაროდ არ აქვთ ეს ინფორმაცია და გონიათ, რომ თუ კი ტელევიზორს ჩაუწევენ ხმას, ვერ გაიგონებენ წამყვანის საუბარს ან თავიანთ ხმას და ეს შეცდომა ტელეფონში გაიგონებენ როგორც წამყვანის ხმას, ასევე ეს ყველაფერი ეთერში იქნება. მადლობთ. მე ძალიან კარგად მესმის წამყვანის ხმა ტელეფონში. დიახ. ხოლო ტელეფონში უნდა ვისაუბროთ. კი. მადლობა, საინტერესო რჩევაა და გავითვალისწინებთ ამას ვეცდებით. ნამდვილად ლამაზი ქვეყანა გვაქვს, აი კადრებს ხედავთ ახლა საუბრის პარალელურად. ლამაზი და ბუნებით მდიდარი. საუცხოო ქვეყანა. ეს ძალიან დიდი იშვიათობა და სიმდიდრეა, რაც ჩვენ გაგვაჩნია და ეს ყველაფერიც პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ სათანადოდ დაფასებული არ არის. სათანადოდ არ არის ეს ყველაფერი დაფასებული. ზარია ეთერში გისმენთ ყურადღებით. ალო. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა. მე მინდა ისეთ ქვეყანა. დიახ. მე მინდა ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სვილო. სადაც ადამიანის უფლებები იქნება დაცული. დიახ. დღეს შვილი მიდიოდა სკოლაში, ბავშვის გამოსაყვანად და ძაღლი, ერთა და დადებნა შვილი. ოი, რა სამი. ძაღლებით არის ვაზიანის სავსე. ბავშვებს აღარ უსვებს სკოლაში ისეთ დღეში ვართ. დიახ. დარეკ სპეციალურ სამსახურში თბილისის მერიას აქვს ცხოველთა მონიტორინგის სამსახური. დიახ. დარეკეთ? არა, აქადამია. უნდა დარეკოთ აუცილებლად სხვა შემთხვევაში ეს ძაღლი სხვასაც დაკმენს და შეიძლება რაიმე დაავადების მატარებელი იყოს. ბევრი შემთხვევა არის ძალიან, ბავშვებიც დაკმინა. კარგი შვილი, მადლობა, ძალიან სამწუხაროა ეს. ჩვენ ძალიან გვიყვარს ცხოველები, მაგრამ ამავდროულად უნდა გამოიძებნოს გზა, რომ ადამიანებიც დაცულად ცხოვრობდნენ საზოგადოებაში და ასეთი პრობლემა არ ექნებოდეთ. მე მქონდა ასეთი იდეა, რომ შეიქმნას ცხოველთა თავშესაფარი, რაც ძვირი არ დაუჯდება სახელმწიფოს, იმდენი ცხოველთა მოყვარული ვართ ამ ქვეყანაში, რომ საჭმელს და საკვებს ამ ცხოველებისთვის ჩვენ თვითონ მივიტანდით და ჩვენ გამოვკვებავდით ამ ცხოველებს, რაღაც ერთი დიდი ფართობი შემოიფარგლოს და აქ შეიძლება მაწანწალად ძაღლების უფრო კარგ პირობებშიც კი განთავსება. 5-5-7-95-98 რას უსურვებთ საქართველოს, როგორ ქვეყანაში გსურთ თქვენ ცხოვრება, ასეთია დღევანდელი ჩვენი შეკითხვა ინტერაქტივში, ვინაიდან ბრწყინვალე შვიდეულის კვირაა, ღია და პირდაპირ პოლიტიკური თემა არ შემოვიტანეთ ჩვენ დღევანდელ ჩვენს ინტერაქტივში, ამიტომ ვსვამთ საკმაოდ ზოგად შეკითხვას, პრინციპში მოიცავს ეს გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, პოლიტიკასაც, მაგრამ ასე პირდაპირ არა. ყველას კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ყველა მართლმადიდებელს. ზარია გადაცემაში, გისმენთ? თქვენ ეთერში ხართ, გისმენთ? მოგესალმებით, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. არ არის კავშირი, ხელახლა დაგვიკავშირდით, გთხოვთ და ყურადღებით იყოთ ტელევიზორის საკითხთან, ან რადიო მიმღების საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ როგორც რადიოთი ვმაუწყებლობთ, ასევე ტელევიზიით მთელ საქართველოში და ამ ხრივ მოვიცავთ მართლაც მთელ ქვეყანას. თუმცა გვაქვს გარკვეული პრობლემები, ესეც ღიად უნდა ვთქვათ. მაგალითად, თანამგზავრმა ობიექტივის მაუწყებლობა ქათიშა, ეს აზერბაიჯანული კომპანია, რომელიც უზრუნველყოფდა ჩვენი მაუწყებლობის ტრანსლირებას და ეს მოსახერხებელი იყო უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის, მათ შორის საქართველოში მცხოვრები მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის, რადგან იქ ვთქვათ არ იჭერს ხოლმე სახლის ანტენით
ტელევიზიებს და ასე ვაწვდენდით ჩვენს მაუწყებლობას, მაგრამ გაგვთიშეს იმის გამო, რომ ჩვენ მოგეხსენებათ, გარკვეული სირთულეები გვაქვს და მძიმე პერიოდს გავდივართ ფინანსური თვალსაზრისით და აი ამ მიზეზით გაგვთიშეს. ზარია, გამარჯობა, გისმენთ? მოგესალმებით, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. თქვენ ეთერში ხართ. ალო. გამარჯობა, გისმენთ? ალო. 557 88 95 ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და ვსაუბრობთ ჩვენ სურვილებზე საქართველოსთან მიმართებაში. როგორ მიულოცავთ აგრეთვე აღდგომას დანარჩენ საზოგადოებას. ზარია გადაცემაში, გისმენთ? ქრისტიანსგან ჭეშმარიტად, გილოცავთ. პირველ რიგში უსურვებ, რომ უფალმა როცა ეგრე არ ძლიერდება, უფალს შევთხოვოთ გაძლიერება სიყვარულის ერთმანეთის და ჩვენი სამშობლოს. ძირითადი ეგ არის. ერთმანეთს შორის სიყვარული თუ გაძლიერდა და ჩვენი ქვეყნის სიყვარული, აი ეს რაც ხდება ჩვენ ქვეყანაში, ეს ყველაფერი მოიშლება და გაჩერდება. დიახ. გეთანხმებით, ნამდვილად გეთანხმებით. მადლობა თქვენ ზარისთვის. ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი რამ ბრძანეთ ახლა თქვენ სიყვარული. თუ სიყვარული არ გვექნება, მაშინ არ ვიცი, ცუდად განვითარდება ჩვენი ცხოვრება და ხედავთ, რომ კარგად ახლა არ მიდის საქმე, ესეც ვთქვათ. მე ვისურვებდი და ვუსურვებდი საქართველოს, რომ სოხუმი, ცხინვალი, დავით გარეჯის დროებით დაკარგული ტერიტორია, ყველა ეს ჩვენი ძირძველი მიწაწყალი და ეს ხალხები, ვინც ჩვენთვის ძმები არიან, დაგვებრუნებინონ, შერიგების პროცესი დაწყებული იყოს სოხუმთან და ცხინვალთან და დასრულებული იყოს საქართველოს გამთლიანებით. ზარია გადაცემაში, გისმენთ? ილია, მოგესალმები, შვილო. მოგესალმებით, გამარჯობა. ხისტი აღსდგა, შვილო. ჭეშმარიტად აღსდგა. ილია, ჩემო შვილო. მე საქართველოს უსურვებდი, რომ კარგი მთავრობები ყოფილიყოს საქართველოს მოსახლეობისთვის. არ ყოფილიყოს ქთამისტები, მომხეჭელობისთვის, ჯიბის პარტიები, რომლებიც ნამყოფები არიან და კიდე უნდათ მოსვლა სათავეში. ესენი ჩვენებიც კიდე, რომელიც მთავრობაში ყავს მარტო თავიანთ ჯიბებზე რო ფიქრობენ და მოსახლეობაზე არ ფიქრობენ, ღარიბებზე, გაჭირვებულ ადამიანებზე და მინდა რომ ეს მაგათვინებში დავიდეს, რომ თუ თავიანთ მოსახლეობის ღარიბ გაჭირვებულ ფენას წყალობას გამოუღებს ჩვენი მთავრობა და მინდა მათ გასაგონად თქვა, როდესაც დადგებიან უფლისწინაშე, უფალით შეიწყალებს. იმიტომ რომ თუ მარტო შენი ჯიბისთვის ვფიქრობ და პენსიონერი არ გადარდებს, ღარიბი სოციალურად დაუჩველი არ გადარდებს, უფალით არ შეგეწევა, როცა შეხვდება უფალს. მე მინდა ყველა მთავრობის მითითებულმა წევრმა მოისმინოს, რომ გიყვარდეთ გაჭირვებული როგორც იესო ამბობდა. თორემ როცა დადგებით უფლისწინაშე, ყველა თქვენი პასუხი მოგეთხოვებათ. მარტო თქვენი თავებისთვის ცხოვრობთ, არ იცხოვრობთ. იმიტომ რომ უფალი ჩვენაში არ გვასწავლის და არც უსწავლია დასაბამიდან დღემდე. მადლობა ჩემო შვილო მოსმენისთვის. დიდი მადლობა თქვენ. რადგან ამ საკითხს შეეხეთ, მეც მინდა გაგაცნოთ ინფორმაცია, რომ 2024 წელს საქართველოს სახელმწიფო უწყებებში პრემია დანამატების გაცემის მაჩვენებელი იყო რეკორდულად მაღალი. და საერთოდ ჯამში 527 მილიონი ლარი გაიცა პრემია დანამატებში. 527 მილიონი ლარი გაიცა პრემია დანამატებში 2024 წელს. რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 9 მილიარდი ლარი, მეტი კიდევ, უფრო მეტი. აი, მიჭირს ხოლმე ემოცია დაუფარო, როდესაც ასეთ ფაქტებს ვკითხულობ. ჩვენ 2025 წლის მონაცემები ჯერ არ გვაქვს, იმიტომ რომ ეს მიმდინარე წელია და შესაბამისად
ვთქვათ, შეჯამება არ მომხდარა ამ წლის მაჩვენებლის, თორემ დარწმუნებული ვარ, წელსაც ძალიან დიდი რაოდენობით იქნება პრემია გაცემული. აი გუშინ შორენა ჭიაურელს ჰქონდა გადაცემა, რომ გაირკვა, რომ რეკორდულად მაღალ რიცხვს მიუკაკუნა, ასე ვთქვათ, მივლინებებში დახარჯულმა თანხამად 71 მილიონი ლარი დახარჯეს მივლინებებში ერთ წელიწადში. და ვთქვათ, რა შედეგს ვიღებთ ამით ჩვენ? პრემია დანამატები, აი ვიმეორებ 2024 წელს, რომ რეკორდულად მაღალი პრემია დანამატები გაუციათ 527 მილიონი ლარი, 527 მილიონი ლარი. ხომ აი ეს პრემია და დანამატი შეიძლება არ იყოს ცუდი ზოგ შემთხვევაში. თუ ადამიანი, როდესაც პრემიას დაუნიშნა, мотивация აუმაღლდება და შემდეგ ორჯერ და სამჯერ მეც გაუკეთებს ხალხს, უფრო მეტად კარგად იმუშავებს, რაღაცა დაეტყობა ქვეყანას მატერიალური კუთხით და სხვადასხვა კუთხით. მაგრამ ჩვენ ვხედავთ თუ არა შედეგს, რომ ამ მივლინებებში დახარჯული უზარმაზარი თანხიდან, ამ პრემია დანამატებში დახარჯული უზარმაზარი თანხიდან რამე ჩვენ სასიკეთოდ გვიბრუნდება, რაიმე შედეგს ვიღებთ ამით. ზარია გადაცემაში გისმენთ? მოგესალმებით ბატონო. მოგესალმებით. სოციალურად რა თქმა უნდა, აღნიშნულებით. მეც გილოცავთ. დაიხარეთ და ჩვენ ამ ქვეყანას შევცვალთ თავი. აი მაგას რა თქმა უნდა გუშინ დავრეკით ახალგაზრდებს და აფშორის ძალიან ცოტა ციფრი ვიტყოდი 6 მილიონი ჩვენი ქვეყნისთვის მას ბევრი თორე რომ იყო დაახლოებით 8-9 მილიარდი ამ მილიარდს უფრო კარგად წარმოჩინდებიან იმიტომ რომ აი ჩვენ პარლამენტთან გამიგლიერი ამ ქვეყნის მინისტრები და უნდა ეცვათ მინიმუმ 7-8-იანი ინსპექტორები GMS კარგი ალფრედ დანზელი ტიჯაკი 21,000 მილიონი ვერსაჩეს პერსტენ ჩვენი აქვს ქალბატონებს მინიმუმ სვაროვსკის ბიჟუტერია ოროკარდიანი ბრილიანტები და ასე შემდეგ ყოველს ამბობთ ესეა ხალხო და სამაგიეროდ ჩვენ დავიგნოთ ციები და უფრო კარგი იქნება მე მგონი ვიში შეიძლება გამაგროთ ეკმალი ქვეყანა გამოჩნდეს არა მათხოვ აი მჩიეს ხო რა შეიძლება ამას ნუ მეგონი სამწეს ვიგეთ გოლი საფრთხე ხო და რაც შეიძლება რაც ნატრები თქვენი თანჯუბ საკმაოდ ცუდად ისმის თქვენი ხმა დიახ მადლობა ყოველ შემთხვევაში გავიგეთ მთავარი სათქმელი მაგრამ ბოლოს უკვე წვეტილად ისმოდა თქვენი ხმა 557 88 55 88 რას უსურვებთ საქართველოს როგორ ქვეყანაში გსურთ ცხოვრება ბრწყინვალე შვიდეულის კვირა ამიტომ ჩვენ ასე ღიად პოლიტიკურ შეკითხვას არ ვსვამთ ინტერაქტივში და ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში რომ გარკვეული პოზიტივი შემოვიტანოთ გადაცემაში, როგორ მიულოცავთ აღდგომის დღესასწაულს დანარჩენ საზოგადოებას და გნებავთ ვისაუბროთ პრობლემებზეც, რა თქმა უნდა, რისი გამოსწორებაც ჩვენი სურვილი იქნება. ზარია გადაცემაში. გისმენთ? თქვენ ეთერში ხართ, გისმენთ ყურადღებით. ობიექტივი გისმენთ? გისმენთ ობიექტივი, გისმენთ? ალო? არ არის კავშირი 557 88 55 88 ეს გახლავთ ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერის ნომერი შეგიძლიათ დაგვირეკოთ და გითხრათ თქვენი სათქმელი ზარია გადაცემაში გისმენთ თქვენ ეთერში ხართ გისმენთ ეთერში ვარ ხო დიახ ბატონო მე რა მინდა მეთქი თქვა აი შევარდნაძის დროიდან მოყოლებული წემდე ტელევიზორს გამოუვთეთ მაგრამ ხალხი არის უკანონობა შვა კიდევ უკანონობა და ეს უკანონობა მოდის დღემდე აი მაგალითად ხახა ჩატანდა აჩემილი ეს აჩემილი ფაქტობრივად გაყავდა რა მე তো ხმართ დაწყვეტილი რომ ამ არჩევნების მიხედვით აკრიტა ალიანსი უნდა მოსულიყო აი ამ პოზიციაში დაბრი ხელისუფლების სათავეში დიახ რას უსურვებდით საქართველოს ნუ რა უნდა ისურვო კეთილი დიდი მადლობა თქვენ დიდი მადლობა ზარისთვის 557 88 55 88 ჩვენი თხოვნა იქნება როგორც კი
ზარი გამოვა ნომერზე, მაშინვე ტელევიზორის ხმა გამორთეთ ბოლომდე. საკმარისი არ არის რომ ჩაუწიოთ ან მოშორდეთ ტელევიზორს, ხმა ბოლომდე უნდა გამოურთოთ. ანალოგიურად რადიოს შემთხვევაშიც. მორიგი ზარია გისმენთ ყურადღებით. ხო ძალიან დიახ. აი ასე სამშობლოს პრაქტიკა ის დოგტორი ის დაკარგული პოლიტიკური პრობლემა. კვლავ წვეტილად ისმის თქვენი ხმა, რატომღაც არ ვიცი. დიახ. აი ისაუბრეთ, გთხოვთ, ისაუბრეთ. კი ბატონო, მინდა რომ დავუბრუნდეთ ტერიტორიებზე მეტი რაღაც ისეთი პარანორმალური დახმარებით დიდი ნიკოტინიდან დავიგვანთებდეთ საქართველოს ამზარებს. დავუბრუნდეთ თუნდაც ეს კარბილატანი ისტორიული მიწები, იქით დემოკრატია ასე შემდეგ, რაც აი ეს მეზობელმა აზერბაიჯანმა და თურქეთმა. რა ვიცი, აი ეს იქნებოდა თემის ძლიერი სახელმწიფო ყოფილიყო და მნიშვნელოვანი. თუნდაც როგორც ისტორიული თურქეთია. გიერთდებით ამ სურვილებში და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ეს ერთ-ერთი ყველაზე კი არა და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. მეორე თემა აგრეთვე დემოგრაფია. 2050 წელს ჩვენ თუ უმცირესობაში მოვეკეცით და პაკისტანელების ხელში ჩავარდა ეს ქვეყანა და ინდოელების, ყველას მიმართ დიდი პატივისცემა, მაგრამ ეს ქართველების ქვეყანაა და საქართველოა, ხომ? და ჩვენ უნდა ვიყოთ უმრავლესობაში. სხვა შემთხვევაში ჩვენ მერე შეგვიქმნიან პარტიებს, მოძრაობებს ეს უცხოელები და პარლამენტში საბოლოო ჯამში უმრავლესობით მოექცევიან და მთავრობასაც თვითონ აირჩევენ. და ქართველი საქართველოში იქნება, არ ვიცი, ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ახლა ჩვენ იმედი უნდა გვქონდეს რომ თურქი ან პაკისტანელი ან ინდოელი დაიცავს ქართულ ეროვნულ მემკვიდრეობას და ღირებულებებს და რწმენას ან ტრადიციას. აი ეს უკვე სიკვდილი იქნება ქართველი ერის და ამ დემოგრაფიას და ამ საკითხს თუ არ მიხედა სახელმწიფომ, ყველა პოლიტიკოსმა თუ არ ისაუბრა, მაშინ არ ვიცი, ცუდი მომავალი ელოდება ამ ქვეყანას და ჩვენი წინაპრები არ ვიცი, არ გვაპატიებენ ამას, არ გვაპატიებენ. ზარია გადაცემაში გისმენთ? ეთერში ხართ? გისმენთ, ეთერში ხართ? მე მინდა ჩვენ საქართველოში იყვეს დიახ. ესპანეთის სიყვარული და გატანა და ქრისტიანობა. დიახ. ალო. დიახ. მე მინდა რომ ქართველს არჭამდეს და ამტრობდეს. და იყვეს სიყვარული. ქართველი ქრისტიანს ნიშნავდა პირველი საუკუნიდან. დიახ. და მე ვერ ვიტან რომ ქართველი ქრისტიანი არ არის. ვინც რა უნდა იყოს უარ მაინტერესებს, მე მინდა ჩემი ქართველი იყოს ქრისტიანი. და შვილო, მე ძალიან დიდად დავზარავდი ამ ზამთარში რომ გამოვიძახე ტაქსი და იყო ტაქსი მძღოლი პაკისტანელი, არც იცოდა რუსული, არც იცოდა ქართული, არც იცოდა ქალაქი, არც იცოდა იმ ტრაფერეს იმის მოძრაობის გაგებაში არ იყო საერთოდ. და კიდევ კარგი ქართველები მოკმერთმა გაბრალოს ისეთი ქართველები რომ გადარჩი დიღომში მაიაკოვსკის ძეგლის ზემოთ როდიკივნეთ ტაქსი მეთქი ჩამოვწიე და გამიჩერეს. მე სამე ხავზე და გადავედი. და ტაქსი თოლა მითხა გავეკიდო ახლა სიგზის სიბრტყე, არა მეთქა გარი და უწეხია კისერი მეთქი. გამიყვანა ამერიკული კლინიკიდან გრიბოედოვის ძერქა და მეუბნება არის ესისაო გზანიო. რატომ უცეცელი მთავრობა ამ დეგენერატ ხალხს, რომელმაც გაგებაში არ არის რუსული, ქართული და არც ქალაქის გაგებაში და ქართველები არიან უმუშევრები. დიახ. როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა? ხო რაღაცა შეგობაც უნდა გაუწიოს ქართველს თავის ქვეყანაში და სულ საგრომები უნდა იყოს ქართველები ქვეყანაში და სხვათა გაიხარო. დიდი მადლობა ქალბატონო თქვენს არისთვის, ეს მართლაც მასშტაბური პრობლემა გახდა. კურიერები და ტაქსის მძღოლები და სხვა სფეროშიც უკვე ქართულს არ ფლობენ დასაქმებულები არიან უცხოელები, რომლებსაც წვდომა არ აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებთან, რაც აუცილებელია, რა თქმა უნდა, ამანათის ადგილზე მისატანად ან ტაქსით გადაადგილების დროს არის რუკა მობილური პროგრამა.
ჩვენი ქართველებიც მუშაობენ უცხოეთში და იქაც ფეხს იდგამენ და რაღაცნაირად წვალობენ და ამიტომ რაღაცნაირად შეიძლება ცოტათი შევეგუოთ სავით, მაგრამ ჩვენი ქართველები უცხოეთში მაინც ფლობენ ადგილობრივ ენას, რამდენიმე სიტყვას მაინც ფლობენ, ტექნოლოგიებს იცავენ, ჰიგიენის ნორმებს და ასე ვთქვათ, მომსახურების სფეროში ახერხებენ, რომ შექმნან სერვისი და აქ ჩამოსული პაკისტანელები და ბანგლადეშელები ამას ვერ უზრუნველყოფენ სამწუხაროდ. არიციან არც ქართული, არც ინგლისური გეთანხმებით, არც რუსული და არც ერთ საერთაშორისო ენა, გარდა თავისი ენისა და როგორ შევძლოთ ახლა ჩვენ ბანგლადეშურ ენაზე საუბარი ტაქსის მძღოლთან, რომელმაც ერთ-ერთი ქალბატონი გაიტაცა სხვათა შორის ცოტა ხნის წინ, პირადად ვიცი ეს ისტორია, გაიტაცა ცოტა გამუქებული სიტყვა, რა თქმა უნდა, მაგრამ ტაქსით მისამართზე ვერ მიიყვანა და ამ ქალბატონმაც ვერ გააგებინა, გაჩერდი მაინც რომ გადმოვიდეო, ამას ვერ აგებინებდა ტაქსის მძღოლს. არა თუ გამარჯობას რომ ეტყვი და ვერ გპასუხობენ, არამედ ადამიანი მიყავთ და მიდიან. ისე რომ ვერაფერს ვერ აგებინებ, ვერც მისამართზე მიყავ და ვერც ვერაფერი. ზარია, გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობა ქალბატონო. ერთი რაღაც უნდა მიმოწოდ ბიძინა ივანიშვილს თუ შეიძლება. დიახ. ბიძინა ბატონო. თუ შენ ნაციონალების დამარცხება გინდოდა, ირმაინაშვილმა არ დაამარცხა ნაციონალური მოძრაობა? ახლა მოგინდა ისევ ხელმეორე წყვილების ბოდვა? გაჩერდი, გირჩევნია გაჩერდი, შოდა ყველაფერი ვიცით. ამ წყვილებს ხალხი არასდროს არ მივიღებს და ხალხს მიმართავ კიდე თვალი გაახილეთ. გაახილეთ ეს თვალი და ჩვენი საქართველოს გადამრჩენი არის პატრიოტთა ალიანსი. მორთა დამთავრდა. ეს ხალხი უნდა მოშორდეს აქაურობას. ისევ წყვილები. ეს პატრიოტთა ალიანსს არ ახსენებენ წყვილა. ეს არ ახსენებენ, რომელიც ალალი კაცი და მარცხალი კაცი არის ამ ქვეყანაზე ერთადერთი პატრიოტთა ალიანსი. დავიხალ დამღალა ამ ოცნება მოშორდი წადი რა გეხვეწები ძალიან აქვს ხო მოშორდი საანები ამ საქართველოს თავი მადლობთ ბატონო დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის გეთანხმებით რომ ამ ორივე მხარემ ხელში ჩაიგდო მთელი ქვეყანა აი გუშინ აღმაშფოთა ამ ინფორმაციამ რაც გავიგე რომ 9 მილიარდი ლარი 2024 წელს მხოლოდ ერთ წელიწადში 9 მილიარდი ლარი პრემიებში და დანამატებში დაუხარჯავთ. რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამავდროულად შევიტყვეთ ის რომ მივლინებებში 71 მილიონი ლარი დაუხარჯავთ სახელმწიფო უწყებებს. და რა შედეგი მიიღო საქართველოს ამ ყველაფრით? კი, საგარეო საქმეთა სამინისტრომ რომ მივლინებაში დახარჯოს დიდი თანხა შედარებით არ გაგიკვირდება, მაგრამ იუსტიციის სამინისტრო სად დადის ამდენს რომ მილიონებს უკაკუნებს მისი დანახარჯები მივლინებებში და სხვადასხვა უწყებები კიდევ ისეთი უწყებებია რომელიც რომელ საერთაშორისო შეხვედრებს მართავენ და რა შედეგი მოაქვთ ქვეყნისთვის. აი მაგალითად კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია მე შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგი არასდროს არ ყოფილვარ პიროვნულად არაფერი არ მაქვს სათქმელი მაგრამ შალვა პაპუაშვილს 20 ჰექტარი ტყე 20 ჰექტარი ტყე და 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ ერთლარად გადასცა. 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი როგორ გადაეცით პარლამენტის თავმჯდომარეს, რისთვის უნდა გამოიყენოს ეს? ან რატომ ეკუთვნის ქართველი ხალხის სიმდიდრე ერთ კაცს და ერთლარად. 20 ჰექტარი ტყე და 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ერთლარად გადასცეს ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარეს. რომ ვამბობ ხელში ჩაიგდეს ეს ქვეყანა თქო არ ვცრუობ ეს სიმართლეა ნამდვილად აი ასეთი ლამაზი ქვეყანა კადრებს შეხედეთ ეს ტყე და ეს მიწა რატომ უნდა ჩაიგდოს რომელიმე პოლიტიკოსმა ხელში მიწა შეიძლება მიწის ნაკვეთი იყიდოს პოლიტიკოსმა მაგრამ ტყე 20 ჰექტარი ტყე რატომ გადასცეს შალვა პაპუაშვილს გამოვიდნენ და განმარტონეს ზარია გადაცემაში გისმენთ ალო გამარჯობა გისმენთ გამარჯობათ ჩემო ძირფასო ილია გამარჯობა ქრისტიანსგა ჭეშმარიტად გილოცავთ მე გილოცავ საქართველოს განსაკუთრებით ამ ჩემს საყვარელ ის რომელსაც ქვია ილია საჩიბაიაგვარად აი დადიან დები შენსახეს რო შევხედავ აი გულს ვარდივით მეფიდება ისეთი სახისახარ აი ქვეყანას
შენაირი ხალხი. დიდი მადლობა, გავწითლდებით. ხო, ეხლა ბები მიგდებული. იცი რაშია საქმე სულო. გული არ შედგივარ. არც ხალხზე, არც ქვეყანაზე. ხოდა, მარტო თავის ოჯახი აინტერესებს, მარტო თავის ოჯახი იყოს გავაღებული თავის თავმომავლობით. ასე სად გაგონილა, ასე შეიძლება და სანამდე ხო უყურებთ და მარტა ასეთ დღეში. აბა ჩვენი ქვეყანა შეიძლება ასე უკიდურესად ღარიბად ცხოვრობდეს, უკიდურესად ყველაფერი რა წყლები გვაქვს, რა გარაკები გვაქვს, გასხვისეს ულამაზესი ქვეყანა გვაქვს. ულამაზესი გასხვისეს. აი ეხლა დემილები შეიძლება ასე მდგომარეობაში იყოს, რატო არ უნდა მისცენ სახარი, მაგრამ მოვიდა ეხლა ახამდე ალბათ გიყვებით, მოვიდა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე და მარტო თავის ოჯახი ახსოვს. აი ეს მინდა საქვეყნოდ გავაცხადო, რომ გაიგოს მთავრობა და ვისაც ეს ეკუთვნის, ვისი რეკომენდაციით დაინიშნა და რა გაუკეთებია ქვეყნისთვის. აი ვინც რამეს აკეთებს, აი ის უნდა დავაჩაგოთ. ეხლა გუშინ გურამ ნიკოლაიშვილს ქონდა გადაცემა და ისეთი განათლებული კაცი ყავდა სტუმრად. იცით რა თქვა? უნდა ავარჩიოთ კაცს ამდენი ნიჭიერი ხალხი მყავსო. უნდა ავარჩიოთ ერთი სამასი კაციო, რომელიც უხელმძღვანელებსო, რომელსაც ესმის ქვეყნის ავისო ჭირის და ყველაფერი. გეთანხმებით და ვეთანხმები ბატონ გურამს. დიახ. მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის, დიდი სიყვარული და პატივისცემა მიიღეთ ჩემგან. ძალიან სასიამოვნო იყო ის შეფასება, რაც დასაწყისში თქვენი საუბრისა გააჟღერეთ ჩემს მიმართ, გულს მითბობს ასეთი შეფასება და მადლობა დიდი. ისევ შალვა პაპუაშვილის თემას უნდა დავუბრუნდეთ. იცით რამდენია პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი? 14600 ლარი თვეში. ეს არის 3 წლის პენსიონერის პენსია, 3 წლის. და ერთ თვეში შალვა პაპუაშვილი იღებს 14600 ლარს და ფული არა აქვს. როდესაც სახელმწიფომ ერთ ლარად გადასცა 20 ჰექტარი ტყე და 10 ჰექტარი მიწა. ერთ ლარად გადასცა. ანუ ძალიან ღარიბია პაპუაშვილი და არ შეუძლია ვთქვათ მიწის შეძენა. ტყეზე უფრო მეტად ბრაზდები, ტყეს რატო აძლევ? რატო ჩუქნი ტყეს? ეს ქართველი ხალხის საკუთრებაა ტყე. როგორ შეიძლება ვიმეორებ ერთ კაცს აჩუქო? ვინც არ უნდა იყოს მე შალვა პაპუაშვილის პიროვნული წინააღმდეგი არასდროს არ ყოფილვარ. მაგრამ ეს ინფორმაცია ძალიან მძიმეა, რასაც ახლა ვისმენთ და ვგებულობთ. ზარია გადაცემაში, გისმენთ? გამარჯობა, ჩემო ილია. გამარჯობა. ადგომას გილოცავ. ხისტი აღდგა ჩემო. ჭეშმარიტად, მეც გილოცავთ. მადლობა. ილია, ჩემი სურვილი იცი რა არის შვილო? სოციალური სამართლიანობა. აი ეს არის პირველი, რომ იცოდეთ, მდგომარეობა ქმნის შეგნებას. ასე ხდება გენაცვალი. ადამიანი რომელიც გაჭირვებულია, იმას ნერვები აღარ აქვს, საჭმელიზე ფიქრობს, ყველაფერზე ფიქრობს, სად წავიდეს, როგორ წავიდეს, რანაირად წარმართოს ცხოვრება. როცა ადამიანს არ აქვს საშუალება, ის ადამიანი უკვე განჭირულია, ფიქრობდა, აღარ ვარგა ის ადამიანი და ამიტომ სოციალური სამართლიანობა, ჩემო საყვარელო ილია, ჩემო კარგო. დიდი მადლობა თქვენ. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თემა დაასახელეთ, რაც უნდა არსებობდეს ქვეყანაში. სხვა შემთხვევაში ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ასე გაგრძელება. ყოველდღიურად ქართველი ხალხი ღარიბდება და მდიდრდება ელიტა. ელიტა ეს ბიზნეს თუ პოლიტიკური ელიტა, ორივენი ერთად შეთანხმებულად, გარიგებულად მოქმედებენ და მდიდრდებიან და ამავდროულად მდიდრდებიან უცხოელები, ხომ? საქართველოში ბანკები აბსოლუტურად ყველა ერთის გამოკლებით არის უცხოელების საკუთრებაში, საბანკო სისტემა სრულებით უცხოურია. სააფთიაქო ქსელების გარკვეული ნაწილი უცხოურია, სადაზღვევო კომპანიები უცხოურია, მარკეტები, მაღაზიათა ქსელებიც უცხოურია, რესტორნების დიდი ნაწილი ხომ აი ხედავთ რომ ამერიკული რესტორნებით გაივსო თბილისი. კი ბატონო, ესეც იყოს,
მაგრამ საქართველო უკვე აღარ არის ქართველი ხალხის საკუთრებაში, ეს არის პოლიტიკური და ბიზნეს ელიტის და უცხოელების საკუთრებაში. კი გვესაუბრებიან, რომ რაღაცნაირად კონსერვატიული მიდგომები გვაქვს, მაგრამ სადმე ჩანს ეს, რომ ქმედითად გამოიხატა, მე ვერ დავინახე. კარგით, დღეს ასე ვთქვათ, ღიად პოლიტიკასთან არ გვინდა დაკავშირება თემებისა. 5-5-7-88 95 რას უსურვებთ საქართველოს? გისმენთ, მორიგი ზარია. ეთერში ხართ, გისმენთ. ეთერში ხართ. კარგით, ნუ აი არ არის კავშირი როგორც ჩანს. 5-5-7-88-95-98 ამ ნომერზე შეგიძლიათ დაგვირეკოთ, თუ კი გაქვთ სურვილი ბრძანოთ თქვენი სათქმელი. ზარია ეთერში, გისმენთ. გამარჯობა, გისმენთ. ღემშვიდობისა ბატონო ილია. ღემშვიდობისა, ჩემო ბატონო. ალო. ეთერში ხართ, გისმენთ. ბატონო ილია, გესმით ხმა? ისმის, კარგად ისმის. ალო. მე მესმის თქვენი ხმა, გთხოვთ დაიწყეთ. კარგით, ნუ როგორც ჩანს არ არის კავშირი, იქნებ ხელახლა სადოთ მოასწროთ 5 წუთზე ნაკლები დარჩა უკვე ჩვენი გადაცემის დასრულებამდე და შეეცადეთ რომ კიდევ ერთხელ დარეკოთ და წამყვანის მისალმებისთანავე ისაუბროთ, ტელეფონში მოусმინეთ ხმას და არა ტელევიზიით ან რადიო მიმღებით. ტელევიზორს და რადიოს ხმა უნდა გამოურთოთ ბოლომდე, როგორც კი ჩვენს ნომერზე ზარი გამოვა. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია, სხვა შემთხვევაში უბრალოდ ვერ შედგება კომუნიკაცია, რადგან ხმა დაგვიანებით მოდის ტელევიზიით, რამდენიმე წამი ან წუთიც კი შეიძლება იყოს დაგვიანება ხმისა. მორიგი ზარია, გისმენთ? ღემშვიდობისა, გამარჯობა. ბატონო ილია, თქვენ გადაცემას უყურებთ მე მუდმივად. მე მგონი თქვენ ხდებით მე რომელი კუთხიდან ვეკავ. მივხვდი, ხმაზე გიცანით, დიახ. საუბარეთ. დიახ. და დღევანდელ გადაცემაზე მინდა ის თქვა, რომ ძალიან მინდა რომ საქართველო იყოს განვითარებული ყველა სფეროში, ყველა სფეროში იყოს წინსვლა და ყველას გვეამაყებოდეს, რომ ასეთ განვითარებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. დიახ. ყველა სფეროში, რაც არსებობს სპორტია, მედიცინა, თუ მედიცინა სფეროში მინდა წინსვლა იყოს და სოფხად და ქალაქად დასაქმებული იყოს უმრავლესობა მაინც. დიახ. ჩვენი ემიგრანტები აქ იყოს, აქ მოდიოდეს და მრავლდებოდეს ჩვენი ერი. დიახ. ეს ძალიან სამაღო იქნებოდა, მაგრამ ამაზე ნაკლებად ზრუნავს ყოველთვის ნებისმიერი თავრობაში ოფიციალური პირები. სამწუხაროდ. რაც მართალია ხო ასე არის. დიახ. აი, ერთადერთი მე აფხაზეთიდან გირეკავ. აი, ჩვენი აფხაზეთები რასაც აფხაზებენ საქართველოში, მე სიმართლე მინდა თქვა ყოველთვის. ეს ისა მედიცინის დონეს აფხაზებენ დადებითად, ძალიან დადებითად. მიუხედავად იმისა, პოლიტიკა საშინლად არ მოსწონთ, მედიცინას აფხაზებენ. აი, რო იცოდეს ეს საქართველოს ამ ყველაფრის ცნობილი იყოს, ამას აფასებენ რაც თავარია. დიახ. მადლობა თქვენ. დიახ. განვითარება ყველას მოეწონება და ყველანაირად მოგვარებული იქნება ხო ის უბედური პოლიტიკა რაც არის დღესდღეობით საქართველოში. მადლობა თქვენ, დიდი მადლობა. ხნეობას გისურვებთ და გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს, ყველას გადაეცით ეს ჩემი მოკითხვა და მილოცვა ჩემი თხოვნა იქნება. შეგახსენებთ რომ ზარი იყო აფხაზეთიდან, რაც ძალიან მახარებს მე. მოკითხვა ყველას აფხაზეთში მცხოვრებს დიდი სიყვარულით და პატივისცემით, ეს მინდა ვთქვა. ჩვენ ალბათ ერთ ზარს კიდევ მოვახერხებთ რომ მივიღოთ ნომერზე 5-5-7-88-95-98 რას უსურვებთ საქართველოს როგორ ქვეყანაში გნებავთ ცხოვრება, ეს არის დღევანდელი ჩვენი ინტერაქტივის თემა, ბევრი საინტერესო ზარი მივიღეთ სხვათა შორის. თუ არის ზარი, მივესალმოთ, გამარჯობა. როგორც ჩანს გაითიშა და დროც ამოგვეწურა ამასობაში. დიდი მადლობა ყველას. ილია ჩაჩიბაია ვუძღვებოდი ინტერაქტივს, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით, ნახვამდის.